დაფიქსირება ახალი საგუშაგოები, ისეთი რაც სუსმა არ იცოდა. ჩვენ რო გვიკითხავს მე პოლიციისთვის საერთოდ კონზე არ იყვნენ. დათო რო ტვირთავდა ხოლმე ახალ საგუშაგოებს სოციალურ ქსელში. ადგილობრივებისგან ვიცით რომ მე ჩვენი პოლიცია დათოს ფოტოებით დადიოდა და ადგილობრივებს ეკითხებოდნენ ეს საგუშაგოები სად არის. ასევე ტექნიკები არის ახალი რაც დაგვიფიქსირებია. ძირთადად რასაც აკეთებენ ხა ამ ბოლო პერიოდში ალბათ უკრაინის ომის მაგალითზე ისწავლეს ჭკუა და ახალი დოქტრინა შეიმუშავეს რომ ყველა საგუშაგოს უკეთებენ სანგრებს. რკინის ბადე და შიგნით ჩაყრილი ქვები, ანუ ესეც თავდაცვითი კეთლები მიდახვალ. შეთხელდა ეს რო თქვათ რაოდენობა, მაგრამ ბოლო წელს ახლა 2024-დან ისევ მოიმატა იმ რაოდენობამ რაც ადრე იყო. მუშაობენ, ხვარტებს აბავენ და ამაგრებენ აგრ ხვარტებს. დღეს დავაკვირდით ცხინვალის მეოთხე რუსულ ბაზას. ამას ხშირად ვაკეთებთ ხოლმე იმისთვის, რომ ნახოთ მოწყობაზე რამდენი გამოდის, მაგას ვაქცევთ ყურადღებას, ტექნიკა არის თუ არა რამე ახალი გამოგორებული გარეთ. დასურათება ხდება და მე შედარება ძველ კადრებთან, რომ აი რა შეიცვალა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბაზა გვაქვს გაკეთებული და ვაკვირდებით ცვლილებებს. თვალხილული რაც არის ეგ რომ ეს საგუშაგოები, თხრილები, ბორდერიზაცია, ეს მავთუხლართები, თუ სადმე რამე შენდება რაღაცა, ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას. ჩორჩანაში დავაკვირდით საგუშაგოს და დაბლაცნელისის პატარა მუდმივ საგუშაგოს, ეგეც საგუშაგოდ გადის რა, რაღაცა ბაზასავით აქვთ მოწყობილი. დიდი ცვლილება არაფერი არ იყო, სტანდარტულად 24 საათი არიან იმ ჩორჩანის ზედა საგუშაგოზე და ის რომ რუსები დავაფიქსირეთ ეს ახალი არ არის, იმიტომ რომ მან ცულ არიან. პირიქით ის გამიკვირდებოდა მან რო არ ამყოფილიყო. მე უკვე აქეთ ღოღეთში რამდენიმე დღეა შეუჩერებლად მუშაობენ. აჰა დაიწყეს უკვე ძებნა. ეგ ხელით თაჩვენოს. ეგ იქ არის. არც პოლიცია მისულა, არც ევროკავშირი მისულა. საერთოდ არავინ არ მიდის, არავის არ ადარდებს. ეს რუსები თავის მშვიდად მუშაობენ. და აქედან არანაირი დისკომფორტი არ აქვს. შეიძლება რამე აქვს გამზადებული და მაგიტომ მეუბნებიან მოდი. ანტიდრონიც აქვს, ისწავლეს ჭკუა, იმიტომ რომ იმდენჯერ დავადექი თავზე ამ მუშაობის დროს, რომ ეტყობა იქ იწუწუნა ბაზაზე ვიღაცამ, რომ შევწუხდი ამ დრონით, რომ რამდენჯერ მივატოვო საქმეო და აღგზავნა ანტიდრონი მისცეს. ოკუპანტებით განადვაში ოკუპაციის ხარჯთან საპატრულო ჯგუფია ერთ-ერთი შეიარაღებული არის ანტიდრონით. სპეციალური იარაღით, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ახლად დარიგებული უნდა იყოს საპატრულო ჯგუფზე.
ანტისაკუთრებო მოძრაობა დაიწყო 2017 წელს ზაფხულში, ივლისში. საჭიროება გახდა იქიდან გამომდინარე, რომ რუსები წლების განმავლობაში, ესე ვთქვათ, თავის ნებაზე ისე რომ ხელს არავინ არ უშლიდა, ღობავდნენ ჩვენს ტერიტორიებს, იტაცებდნენ მოქალაქეებს, ასევე ხდებოდა უკანონო ბორდელიზაცია და ეს იყო სამოქალაქო პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, რომ დავიწყეთ პატრულირება და რითიც შეგვეძლო იმ ბერკეტებით ხელის შეშლა. თავდაპირველად ეს პატრულირება იყო ძალიან პატარა მონაკვეთზე. როდესაც ადგილობრივმა პოლიციამ ხელი შეგვიშალა იქ დგომის და ესე ვთქვათ, თავიდან ფიქრობდნენ, რომ 1-2 დღე დადგებიან, მობეზდება თამათად წავდნენ, მაგრამ ხედავთ, რომ დღემდე ვდგავართ აქ. მერე, ესე ვთქვათ, დაგვიშალეს იქ დგომა. და გითხრას, რომ ეს კერძო ადგილი არისო, მე პატრონებს მოგვიგზავნეს და გითხრას, რომ დაგვეტოვებინა იქაო. ანუ აზრხა როგორ შეწუხდნენ ტიპები, რომ ანტიდრონი აქვს წამოღებული ტიპს. ჩამოვარდეს მან ჩვენ ხარეს დაეცი. ხო, არა მივა და აიღეს. რა მივა, რაც შემივი. გადავედით ატოცში 11 თვის მანძილზე ვიყავით იქ. მაშინ დაფიქსირდა ბორდელიზაცია. Вы не имеете права мне что-либо указывать. Успокойтесь. Успокойтесь. А я вас прошу покинуть мою территорию. Вы находитесь на территории Грузии, которая оккупирована российскими войсками. Вы оккупант, вы оккупировали, вы не приглашены. Вы оккупант. მერე რუსებმა მაინც გადაწყვიტეს, ასე ვთქვათ, იმ გაჩერებული საქმის გაგრძელება, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება დაეხმარა იმ ფორმით, რომ ხელისუფლებამ გაგვაჩერა და აქტივისტებს არ მოხდა საშუალება, რომ იქ ავსულიყავით. სხვა გზა არ ქონა ჩვენ დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ატოცი დაგვეტოვებინა და უკვე მოძრავი ყოფილიყო არა მარტო ატოცი კოდას მიმდებარედ, არამედ მთლიანად ოკუპაციის ხაზის გასვლით დავიწყეთ სიარული. ბანერი არის იმის აღნიშნული, რომ ოკუპაციის ხაზი. წლის ნოემბერში თვითონ ოსებს ჰქონდათ სხდომა. სხდომა გააკეთეს დემარკაციის, ანუ ახალი ოკუპაციის გეგმა წარადგინეს. ეს სხდომა გადაიღო Sputnik Osetiam მთლიანად და ატვირთა თავის Telegram არხზე. Целью работы комиссии является одностороннее определение линии государственной границы Республики Южная Осетия с Грузией. Макадში არის ზუსტად ის გეგმა, რასაც აპირებდნენ თავიდან და ხალხმოვლისთვის გადაიტანეს. Именно alle граница кусок там ივაირად ჯიმა 100 მეტროვი კუსოკ მოფთა ივლისტელი. ეს გეგმა მოიცავს რაჭიდან დაწყებული რუსომდე მთლიანად ოკუპაციას სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა კვადრატულობით. Значит, граница с запада начинается у истоков реки Чанчахи. Это декрет. ეს არის ოკუპაციის ხაზი და ეს არის რა უნდა წაიღო. აქ ჩანჩახიდან იწყება და აი აქ აქვს აღნიშვნები. ძალიან კარგად. 30 კვადრატული კილომეტრია ეს მთლიანად, რაც აქვს მონიშნული. სიღრმე ნახე როგორ ჭრიან 2.5 კილომეტრით ოკუპაციის ხაზიდან შიგნით სიღრმეში როგორ შემოდიან. ანუ ყველაფერი დეტალურად აქ. აქ არის 2.5 კილომეტრი, აქაც 2.5 კილომეტრით შემოდიან, აქედან გადათვლილი აქვს რომ 5.5 კილომეტრით შემოდიან. აი თვითონვე დეტალურად აქვს ყველაფერი ახსნილი. На фиолетовито у декрету. ეს ჯერ არ არისო ჩვენ. Где-то 2 აქ რა არის პრობლემა იცი, ანუ რატო არიან ესე გათავხედებულები? აი უშუალოდ რაჭაზე ვილაპარაკებ. არავინ არ ადის. საერთოდ არავინ არ ადის და მართლა ეს რომ მოხდეს, ისე მოხდება რომ კაცი შვილი ვერ გაიგებს. ანუ შეიძლება უკვე მოხდა კიდევაც, მაგრამ არ ვიცით.
არც მონადირე, არც წემსი, არც პოლიციაზე ხო ზედმეტი ალაპარაკი, იმიტომ რომ იქ აქ როგორც დგანან შიდა ქართლში. ნუ რო ვკითხოთ, ჩვენს განსაკუთრებათა დეპარტამენტს გვეტყვიან რომ რესურსი არა გვაქვს, მაგრამ ნუ რესურსი გინდოდეს შენ და გავაჩენ. Vladiveta tam rodina naša Ohanitko. იქეთ არის. ეს არის რუსული ბაზა. აქედან მოდიან ეგენ სამუშაოდ. ამ ბაზიდან, ძვილეთიდან. როგორც ჩანს ეს დღეები ძალიან შეწუხდნენ დრონით და ხა გადაწყვიტეს რომ ეგეც ათრიან ანტიდრონი. აქ ახლა საინტერესო ნახე რა არის ამ საგუშაგოზე. ეს ხვართები აქ რაც არის. გააკეთეს მარტში. ამ წლის მარტში გააკეთეს აქ ხვართები. და სადაც აპრილში გამოიყვანეს აი ეს აქ არის კიბე. და ეს არის საგუშაგო. აქ ამ საგუშაგოზე სულ ეს უდგათ რა ქვია, მანეკენი, ჩუჩელა. ეს არის ხვართები. აი აქამდე არიან მოსულები. და ნუ ამასაც მერე გააგრძელებენ. ჯერ იქეთ აქცევენ ყურადღებას. და იქეთ რომ მორჩებიან, მერე აქეთ გააგრძელებენ ჩვეულებრივად. მე მოქალაქეს არ უნდა მიწოდეს მაგის გადაღება და დაფიქსირება, ხო? ჩვენი გადაწყვეტილება რატომაც ამას ვაკეთებთ არის ის, რომ ვერ ვხედავთ სახელმწიფოსგან მსგავს ქმედებას. ვერ ვხედავთ, რომ მოსახლეობა დაცული არის და თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს ობიექტურად მეწოდება ინფორმაცია და რადგან სახელმწიფო მაგას არ აკეთებს, ჩვენ ავიღეთ მაგაზე პასუხისმგებლობა და ჩვენი ნებასურობით და ჩვენივე ფინანსებით ვაკეთებთ მაგას. ავტომატიანები 5 კაცი გადმოვიდა კიდე. ბიჭო, რამდენები გადმოსხეს ამ ჩემ მაგალითზე ვიტყვი, სანამ ოკუპაციის ხაზზე მოვიდოდი, საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა აქ რა ხდებოდა. თბილისში დღესაც რო გავიარეთ და პატარა გამოკითხვა ჩავატაროთ, ყველა იტყვის, რომ მშვიდობა არაფერი არ ხდება. ჩვენ რასაც ვგებულობთ წელიწადში 3-4 ადამიანის გატაცებას, ხო? მერე სუსი დევს თავის ანგარიშს. ყოველწლიურ ანგარიშში საშუალოდ 120-დან 150 კაცამდე არის გატაცებული. უბრალოდ გადავხედოთ, რამდენი ვიცით ჩვენ საზოგადოებამ, რომ გაიტაცეს, ხო? ასევე წლიურ ანგარიშში სუს აქვს მითითებული, რომ დაახლოებით 3 კილომეტრი, 4 კილომეტრის ბორდერიზაცია მოხდა. ანუ ეს ხვართები გააბეს, რაც ეხლა ვნახეთ, ხო? რამდენი ვიცით ჩვენ, სად მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, არ გვაქვს ინფორმაცია, ხო? და ეგეც თუ დაინტერესებული პირი არ ხარ, ამ სუსის ანგარიშსაც საერთოდ ვერ გაიგებ, სად დებენ და როდის დებენ. ეს გადავიღე. ეს ბაზა არის FSB-ს სასაზღვრო ბაზა. ასეთი ბაზა საქართველოში 72 ბაზა არსებობს. ეს ემსახურება ძირითადად ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსების პატრულირებას. უწევს ვიღაცებს მაინც გაჩვენება იმის გამო, რომ ზოგი სოციალურ დახმარებას იღებს, ზოგის ნათესავი სადღაცაც მუშაობს, დასაქმებულია და თუ ხმას ამოიღებს, გაუშვებს სამსახურიდან. ასევე ეუბნებიან, რომ შენ თუ ილაპარაკებ, იქ რუსები რო გაგიტაცებენ, იმათ აქვთ შენი ნალაპარაკები. და ამაზე უფრო მეც მოგთხოვენ. კი. და ნუ მაგის ფაქტებიც არის. რა, ნაკვეთზე გაფორმება ხო არაფერია? არა, ჯერა. ნაკვეთზე არა. ესში რუსები კი იფორმებენ ნაკვეთს. ზოგადად პატრულირებაში მონაწილეობას ღებულობენ 90% თვითონ რუსები არიან, რუსებს არ უშვებენ ხოლმე პატრულირებას. მაგიტო ეს ბაზები უმეტეს შემთხვევაში ოკუპაციის ხაზთან ახლოს არის, რომ მეტი დრო და რესურსი დაზოგონ. თითქმის ყველა ერთ და იგივე სტილის არის, ანუ ერთნაირი პრინციპით არის მოწყობილი კოშკი, რომელზეც დამონტაჟებული არის ერთ-ერთი სათვალთვალო ხელსაწყო, რომელსაც უკრაინაშიც ხშირად იყენებენ.
ეს არის ფოკუსდე და მურომემი. ზუსტად ბაზებზე არის დამონტაჟებული და ასევე რამდენიმე ნახეთ ჩვენ უშუალოდ ოკუპაციის ხაზთან, საგუშაგოებთან ახლოს. თუ გახსოვთ, შაიშმალაშვილი ამბობდა, გზას აკონტროლებსო, აკონტროლებენ რუსებიო და ნომერსაც მარტივად ამჩნევანო, ისეთი ხასაწყოები აქვთო დამონტაჟებულიო და ზუსტად ამ ფოკუსდეზე და მურომებზე იყო საუბარი. ეგენი არის, რომელიც მუშაობს და აკვირდება ჩვენს მაგისტრალსაც და ასევე ოკუპაციის ხაზთან ვინმე ახლოს მიდის თუ არა. აი ადგილობრივების მაგალითს გეტყვით, შორს რო აღარ წავიდეთ გინტურის შემთხვევაში. ეგ ფაქტი რომ მოხდა, რუსებმა რომ მოგვიკლეს ქართველი, ჩვენ გავიგეთ ზუსტად იმ დროს დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ. ჩვენი სალოცავი ველაცვალე ამიზალასა და მაცა ასე შვებია რუსები უყურე. ერთი იყო გაკროლი კაპიტანოდეს. იმათვარ ჩაღუბეს ჩვენ რა გავხსნათ. მე გავხსნი. იმიტომ რომ ადგილობრივმა დაგვირეკეს და გითხრეს რა მოხდა და ალბათ მოკლესო და ჩვენს პირდაპირ გამოვიქეცით კერბალში. შედიებას ვენაცვალე. აი შემოვიდგე ფეხის წყალოზეს ღმერთი. ნუ რა თქმა უნდა მე პოლიცია დახვდა გზაში და პოლიცია საქმის კურსში იყო და არ ჩაგუშვეს. ისევ ადგილობრივებისგან ვგებულობთ ძალიან ბევრ ამას. მაგალითად რუსები რო გადმოდიან, ბორდერიზაცია სათხდება, ვინ გაიტაცეს, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ადგილობრივებისგან ვგებთ და ესეც ერთგვარი იმის ინდიკატორი არის, რომ ადგილობრივები ჩვენ გვენდობიან და ესე ვთქვათ პატარა იმედის მარცვალი ვითვართ, რომ ისინი მარტო არ არიან და ვიღაცა ილაპარაკებს მათ პრობლემებს. ამ ხელისუფლების მხრიდან იყო გაჟღერებული რამდენიმე დღისი, რომ აი ჩორჩანას ტყეშია უკრძალავდნენ ადგილობრივებს შესვლას. კი, ზუსტად მაგ ტაქტიკით მუშაობენ და ეს რა ტაქტიკა არის, ახლა მაგას გეტყვით. მაგალითად, სოფელში ვცხოვრობ და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ მაქვს საძოვრები თუნდაც და ნუ რო ავედი ახლა და ავიყვანე საქონელი ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ ერთხელ გამიტაცა რუსმა. კარგი გადამახტევინა, სასამართლო ჩაატარა, სამღეში გამომიშვა პირობითად. ყველაზე კარგი შემთხვევას ვამ. მეორედ გამიტაცა რუსმა. კიდევ გადამახტევინა ფული გამომიშვა. მესამედ მეოთხედ მე გიჟი ხوارავა რომ იქ ავიდე კიდე და თავი დავაჭერე. მე უკვე სოფელში ჩნდება გაცდა, რომ მოდი არ გავეკაროთ იმ ადგილს, იმიტომ რომ გვიტაცებენ რა, პოლიცია ჩვენ არ გვიცავს, მომკითხავი კაცი არ აყვარს და რატო ავიდე, ხო, რატო ავიდე იქ, რატო აცემინო რუსებს თავი. ამ ფორმით ჩნდება შიშის ზონები, რომ იქ ადგილობრივს ეშინია ასვლის. მიწებს ვეღარ ამუშავებთ, რომ ვეღარ გავდივართ, ვეღარ გამოვდივართ, ეშინია, რომ არ წამივყანო და მე იქ ჯარიმები არ ვიხადოთ. ანუ ისინი გადმოდიან ოკუპაციის ხაზს კვეთავენ ისინი? გადმოვიდნენ, შეუძლიათ გადმოგიყვანონ და წავიყვანო. ჩვენ პოლიცია გვითხრა, რომ როცა დააფინებთ მოხნას დაგვირეკეთ და ამოვარ და გვერდზე დაგედგებით და ისე მოხანით მაგაზე. მე ამ განცდას რო ქნიან თვითონ ადგილობრივებიც კი. რუსები აკვირდებიან რამდენიმე წლის განმავლობაში. მე ეს შიში ზონები რო იქნება და რუსიც აკვირდება რომ აქ ჩვენიანი არავინ არ ამოდის მოსახლე. მე გადმოდის და ხობობს. მე ცოტა კიდევ აქეთ დაიწყებს სიარულს და ამ ფორმით ხდება შევიწროვება ადგილობრივებს. თუ ადგილობრივი სოფელში აღარ იცხოვრებს და დაცარელდება სოფლები, ვინ გადაუშვეს რუს აქეთ გადმოსვლას და საერთოდ ვინ გააკონტროლებს. Home point updated. ქვემოთ ტყეს რასაც ხედავთ აი იქეთაც, სუჩორჩანა. იგივე თემა იყო ზუსტად რაც თქვეს ჩორჩანას ტყეში. ამ ბილეგზე უკვე იდეურად მოძრაობენ რუსები, ეს როგორც გითხარით. ჩორჩანას ტყეში ადგილობრივები ძირითადად ჩეშაზე შედიოდნენ. რამდენჯერმე მოხდა გატაცება. მე ნუ იქ
ეს მეტყევეც აღარ შედის, მონადირი აღარ შედის. ფაქტია, რომ რუსები აქტიურად მოძრაობენ წესით ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას. და კი მქონდა ფაქტები 2018 წლიდან მოყოლებული, ვამბობდით იმას, რომ ტყე არის დანიშნული. წითელ საღებავებით იყო დანიშნული, მაშინ პროპაგანდა ააგორეს ესეთი, რომ თურმე ანტისაოკუპაციოს ბიჭები დადიან და თვითონ ღებავენ. აი აქ გზას დაქსელებს ხედავ? აი ეს არის 2019 წლის მერე რომ გაჭრეს და თვითონ დაქსელეს. და ადის საგუშაგოებთან აგერ. მსგავს რაღაცებს რო გვაბრალებდნენ, ავდექით და ფოტოხაფანგები დავაგეთ ჩვენს კონტროლირებაც. და იქ დავაფიქსირეთ რუსები როგორ დადიან ცხენებითაც და ფეხითაც. თან ამ ფოტოხაფანგს კარგი ის აქვს, რომ კოორდინატები პირდაპირ წერია სადდევს და ვერავინ ვერ მოგვედავება იმას, რომ ვერ იტყოს, რომ იქეთ გადახვედი ძმაო. ეს წნელიში ვარ, ვადგავ არ იქ საგუშაგოს. რუსული ბაზარი. ჩვენ იქეთ არ გადავდივართ არასდროს, ანუ არაერთი შემთხვევაში იქეთ არ ყვეთ ოკუპაციის ხას და ყოველთვის ჩვენს ნაბიჯებს ფრთხილად ვდგავთ, რომ არ იყოს არც ხელგულზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე ჩვენ მოქმედებამ სახელმწიფოს არ შეუქმნას რამე პრობლემა, ამას ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ. По верхнему течению Чаратхеви Кршава Урдыгма. ჭერათხევი. ჭერათხევიდან წავა ჩორჩანის გეგმა. ეს ყვითელი არის გომის აჩხერის გზა. ენახებ გზაზე ჩამოდიან ტიპები, რომ ეს გზა წაიღონ რა, ანუ ამ გზაზე კონტროლიც უნდათ. ანუ აქ ამ თემას ლაპარაკობს და აგერ მოადგა ჩორჩანას. ეს არის დოლომიტების საბადო, ეს ტალკის საბადო. ეს დოლომიტების საბადო სულიან, მაგრამ დოლომიტების საბადოსთან ახლოს არიან ისედაც, მაგრამ ეს ტალკის საბადო უეჭველი უნდათ. სიგრძე შემოდიან პეტაბერ 3.5 კილომეტრით, აქვე უწერიათ. და ეს ჩორჩანას ტყე რაც უნდათ რომ წაიღონ არის 21 კვადრატული კილომეტრი. აი ეს ტყე ხან ტყესაც გადავუყებ. ეს ტყე არის ჩორჩანას ტყე. აი და ანუ მთლიანად ტყეზე აქვს პრეტენზია რომ ეს ტყე ჩვენ გვინდა წავიღოთ და აი აქეთ ჩანს ჩამოჭროს ხო ხედავ? ამის ძირში გადის გომის აჩხერის გზა. ანუ 2019-ში როცა ჩვენ ემა საგუშაგო ჩადგეს, მანამდე მოსებს უკვე გზის გაყვანა დაწყებული ჰქონდათ აქ საბადომდე რო ამოსულიყვნენ. მანამდე უკვე გეგმა ჰქონდათ დიდი ხნის ანტისაოკუპაციის სანამ ჩვენები საგუშაგოს ჩადგავდით. ჩვენ ემა რო აქ საგუშაგო გახსნეს, ეს რა ვთქვათ, ულტიმატუმის ენით გვითხრეს რომ ის საგუშაგო აიღეთო თორე ცეცხლს გავხსნითო რაღაც მსგავსი ასე ვთქვათ მუქარის ენა ჰქონდათ. ჩვენებმა არ აიღეს საგუშაგო და მერე ძალიან მალევე ადგენენ და აი ეს საგუშაგო ააშენეს ჩვენების წინ. ჩვენივე კონტროლირება ტერიტორიაზე, ანუ ეს არ ყოფილა რაღაცა ძველ ოკუპირებულ ადგილას. და 300 ჰექტარი ტყის ნაწილი წაიღეს იმ დროს 2019 წელს. იდეაში ჩვენებმა იდეალურ ადგილას გახსნეს საგუშაგო, აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ ამათმა რო აქ საგუშაგო გაახსნეს, არანაირი რეაგირება არ ყოფილა მაშინ. ნუ ფაქტია რომ შიგნით ტერიტორიაზე არიან, აგერ კარი ძღია აქვთ. ფრიალებს ოსური დროშა და ძველი საბჭოთა კავშირის დროშა ფრიალებს, აგერ წითელი დროშა. ძალიან ბევრ საგუშაგოზე აქვთ ეს საბჭოთა კავშირის დროშა. აი, გამოსული აგერ პოდიალობს ეს. დასაკეთებს. ჩვენ არ გამოსულს. არა. დრონს ეძებს. სუილის ხმამეს ვისოდა შეიძლება ბზიკია დაანებო თავი. Амаის გამავაფროსის. Am gurjeta. Sergei, miratorista, მოიგებს გოვიდნენ მოერენა ეს. აი აქ დიდხანს საუბრობენ ჩორჩანაზე რა, ანუ. Mana gurjektima, ma gurjek totalanch manash, აი. Mana tolk ეს არ არის ანუ ორი დღის დაწყებული თემა, დიდი ხანია ეს გეგმა აქვთ. Уже вопрос дорожения, я же корточи зорос, полоужи корточи зорос, повдун да керажина, помондала.
ეს ყوار საგუშაკოა აქ. და აბა აი გამოყოთავი ამანაც. სუილის ხმამეს ვისოდა შეიძლება ზიკია დაანებო თავი. ეხლა შევა აქ ალბათ ბინოკლით დაგვიწევს ძებნას. თავს არ შეეწუხებენ დარეკავენ უბრალოდ ჩვენებთან და მაგვაშორეთ ეგ ვიღაც აქტივისტები და მოცლილი ხალხი რომლებიც აქ მოდიან ხოლმე. წავედი, თორე მოვა მალე პოლიცია. Менаше этот произвольный отклонение-то Юлимасако вот составляют 35 квадратных километров. სულ ჭრიან რა ნახე რომ დააკვირდა აქ ჯიბე გადაასწორა. მე ისევ შემოჭრის, მე გადაასწორებს. ანუ ცოცხალი ოკუპაცია მასე მუშაობს რა ნახე. აქ ჯიბები რო არის, ხო, ფაქტურად ალყაში ხარ შე რო შეხვიდე ადგილობრივი და საიდან მოგეპარება არის. შესაბამისად აქ აღარ დადიხარ. მე ამას გადაასწორებს რო არ დადიხარ. მე აქ რაღაც მონაკვეთზე გადბოვა რა. მე რო ხედავ რომ აქ დადის, მოდი აღარ მივეკარები რა, თავი არ დავეჭერნო. ამას შემოგიღობავს. მე აქეთ შემოგიღობავს. და ხო შექმნის კიდევ ჯიბეს. რო შიგნით არ შეხვიდე. მე ამას გადაგისწორებს. Збораме, мана отоция, мана ордам шосу. Давай вишс, селена отоция. ეს არის ასე რომ ვთქვათ, მარტივი თვალით ხილული გეგმა, რომ აი რას აკეთებენ, რა ეს შემოჭრა, გადაასწორა. ხო, უბრალოდ იმ ეტაპზე არიან, რომ ასწორებენ რა. ტყეში ახლაც ერდებიან ჩვენების შესვლას. და რო ხშირია გატაცება. და აი მაგ საბადოს დაბლა არის უკვე ჩორჩანას ტყე. და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ეგ ტყეც ოკუპაციაში მოყვებოდა მე. მე თუ მკითხავ საერთოდ მსგავსი საგუშაგოები რომ ზედ ოკუპაციის ხასთან იყოს ჩვენების. მე აღარც გატაცება მოხდება, არც ოკუპაცია და რუსიც ვეღარ გადმოვა მე ჩვეულებრივად ჩვენს მხარეს. არა მშვიდობა, ეს არის, ჩემი აზრით, ეს არის ცალმხრივი ომი. ცალმხრივს, იმიტომ რომ მხოლოდ რუს შეუძლია გაიტაცოს, რუს შეუძლია მოკლას, რუს შეუძლია ოკუპაცია მოახდინოს ტერიტორიების და ჩვენ უბრალოდ რაღაცა თავდახრილი ვიტანთ ამ ყველაფერს. ოთხოზორია მოგვიკლეს, გინტორი მოგვიკლეს, სტატონაშვილი მოგვიკლეს, ძალიან ბევრი მოგვიკლეს, ხო? და რა, ვინმე დასაჯა ისინი პასუხი მოთხოვა, ან ჩვენი მხრიდან უბრალოდ ფორმალურად მაინც იყო მოთხოვნა რომ დამნაშავეები გადმოეცათ. იქეთ ამხრიდან მივალთ და მთელი ცხინვალი ჩანს რა. არიან მოწყობილები. კი. თეთრები აცვეთ კიდე. იეზუმ ერთი რამდენი არიან? კი. ცოტანი არიან გამოსულები. არჩევნების პერიოდში ძალიან მშვიდად გრძნობდნენ თავს ესენი ოკუპანტები. ჩვეულებრივად აგრძელებდნენ იმ ბორდერიზაციასაც, ერთადერთი რაც იყო თვალშისაცემი იყო, რომ რაოდენობა გაზარდეს ჯარისკაცების, ალბათ მაინც ეშინოდათ იმის, რომ აქ თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვიყოთ, მაგრამ ესე რომ ვთქვათ ის, რომ რაღაც ის ეშინოდათ ამათ და რაღაც ისთვის ემზადებოდნენ, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. არჩევნების შემდეგ ისევ გააგრძელეს მშვიდად ყველაფერი, განაღდებულად. ეხლა ჩვენთან არის რამდენიმე მეტრში არხი, რომელიც სოხსების გეგმით. უნდათ რომ ამ არხზე გავიდეს ოკუპაციის ხაზი და აქვე არის ნიქოზის გვერდით ძველი აეროდრომი, საბჭოთა კავშირის დროინდელი და მაგ აეროდრომზე აქვთ პრეტენზია, რომ ეგ აეროდრომი ჩვენ გვეკუთვნისოდა. Значит, Арбу იფიანის სკედი, მანა. მოგედათ ამათი გეგმა შედგენილი არის საბჭოთა კავშირის დროს, რაც კი რუკები იქნებოდა, ანუ შეგნით რეგიონული
ეგ რუკები ხშირად იცვლებოდა ხოლმე. და პირობითად ახლა აქეთ ამხარეს თუ მაგალითად 1950-იან წლების რუკით თუ აქეთ ამხარეს უფრო წინ არიან და აქეთ ამხარეს ოკუპაცია უნდათ, მაშინ მაგ რუკას მოიშველიებენ. მერე ცხეთამთიანეთის მხარეს თუ რაღაცის ოკუპაცია უნდათ, იქეთ პირობითად თუ 70-იან წლების რუკაში იქეთ ამხარეს უფრო მეტი აქვთ წაღებული, მაშინ იმ რუკას მოიშველიებენ და ესე კომბინირებული რუკა აქვს შედგენილი და თუ კი სადმე რამე მეტი იყო, იმას იშველიებენ. ეხლა წელსა წყალი მოვიდა 31 მაისს. გვიან მოვიდა. გვიან მოვიდა, ჯერ ესეთ ხელშეკრულება ძვიან არის 1 მაისს არის ხელშეკრულება. გაზაფხულზე უკვე უნდა იყოს. გაზაფხულზე აპრილში თუ არ მოირწყო. კი. წყალმა თუ არ მიისახნა. არ მეიღო დედამიწა ხე გახმება, კი. წელსა წყალი არ მოგვაწოდეს იმის გულისხმობ, რომ ახალი უფროსი დანიშნულა ვიღაცა იქა. და იმას უთქვია, რომ გააფორმონ ხელშეკრულებებიო. სანამ სულ ყველა ხელშეკრულებას გააფორმებს. დრო ისე გაგეწელება. მე რაღაც მე და მე წყალი. მარტო ჩვენის ოკუპაცია და მონიტორინგი არ გვაქვს რა, ანუ ადგილობრივებს ვეხმარებით ჰუმანიტარულადაც, როგორც გქონდა საშუალება, რაც შეგვიძლია. აქტიურად ვარიგებდით პროდუქტებსაც, აი რამდენიმე სახურავის გადაუხურეთ, რაღაცებში ვეხმარებით. ადგილობრივებს მართლა ძალიან უჭირთ რა, ანუ რაღაცა სოციალურ დახმარებებზე არიან და წელში გამართლები არ არიან. და ამას რომ ხედავთ, ეხლა მარტო ჩვენი ოკუპაციის ხაზზე სირბილი არაფერი არაა, თუ ადგილობრივი არ იქნება ჯანმრთელად და კარგად, ხო? და მაგას მაგიტო ვაკეთებ. იბათი ნაფრენი დრონი მინახავს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არა. ნუ რო კითხო, ჩვენც ვაფრენთ ძმაო, კი, როგორ არა, მაგრამ ნუ ამას არც მაღლა არ ამბობენ, იმიტომ რომ ეშინიათ რომ რუსები არ გაბრაზდნენ. თუ აფრენენ დარწმუნებული ვარო ჩვენ გვაბრალებენ. ჩვენ არა ძმაო, ესენი იყვნენ და ესე ნახვით არ მინახავს რომ ეგენი აკეთებენ, მაგრამ უფრო მაგარს გეტყვი. ორლანი რუსული დრონი რო არის. 2017 წელს დაფიქსირდა მცხეთის თავზე. ეს ხელისუფლება მიდენად არაპროგნოზირებადია ჩემთვის, რომ აი 100%-ით ვარ დარწმუნებული, თუ საგუშაგოები გაუქმდება, რუსები ეგრევე გადმოვიდნენ, ანუ რუსები ეგრევე დაიკავებენ ტერიტორიებს. და აი სიმბოლურად გააკეთებენ ისე, რომ ჩვენების საგუშაგოები იქცევა მათ საგუშაგოებად. და სიმბოლურად დროშას აწევენ ოსურს. ხო. აი რაც ნახეთ რა წერა.